ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა განხილვის საგანია. ჯერ კიდევ თვეების წინ დაანონსებული ერთობა, რომლის კოორდინირება საკუთარ თავზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უნდა აიღო, ამ დრომდე არ შედგა. უფრო მეტიც, დღეს უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სააკაშვილის არ შეწყალებაზე გადაულახავია. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის და მის მიერ გაკეთებული განცხადებები უინტერესოა. ისინი აქცენტს ახლა ქართულ ხალხთან კოორდინირებულად მუშაობაზე აკეთებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ დრომდე ფიქრობს, რომ პარტიების კოორდინაციის გზაზე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია. სიმართლე უნდა უთხრათ ადამიანებს, რომ ან შედგება ეს ერთობა და თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შედგება ეს ერთობა, ვფიქრობ, ეს ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა, ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი. ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სააკაშვილის არ შეწყალებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესიც არ მაქვს, რას საუბრობს ეს ადამიანი. ის ვალდებული იყო რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. თხოვნა არასდროს არ ყოფილა, ის იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. არ გააკეთა ეს მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მომავლის და ღირებულებების საკითხია და არა ჩემი. წუხვა მის გამო. ეს არის სწორი აქცენტი, ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინირება, მეტი საერთოდ ძალისხმევა, რაც სავსებით არ გულისხმობს პარტიების გაერთიანებას, რაიმე ერთი პარტიული კოლგის ქვეშ, ან თუნდაც სამომავლოდ საერთო სიის ქვეშ. ყოველთვის ვამბობთ, რომ მზადყოფნა ქონდა კოორდინაციის ზეპარტიულ საკითხებში. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის როლსაც სწორედ ამ კუთხით ვხედავთ და მისი ავტორიტეტის ვფიქრობ, ამ კოორდინაციის საკითხს მნიშვნელოვნად წაადგება, ამიტომ მონაწილეობთ ამ პროცესში. სხვა დანარჩენი თუ ვინმე რამე სხვა პოზიცია გააჩნია და არათანმიმდევრულია თავის პოზიციებში, ვფიქრობ, მათმა მხარდამჭერებმა უნდა განსაჯონ. ზოგადად ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, გვხვდება, რომ იყო არაადეკვატური. ქარტიის მომენტშიც ვამბობდით ამას, შემდგომ ვამბობდით კოორდინაციულ შტაბებს რაღაცებს რო აკეთებდა, საკოორდინაციო რაღაც გაერთიანებებს და შემდეგ მაშინ გასაგები იყო, რომ არაფერი არ დამთავრდება. და ეხლაც იგივეა, მე მგონი ერთ-ერთი მიზანი რაც ქალბატონ სალომეს აქვს, რომ რაღაც არიოს შიგნით ოპოზიცია, რომ არაფერი წესი არ გამოვიდეს. ოპოზიციის ეს შეფასებები სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუს მოხდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ერთიანობის თემა გარედან არის შეგზავნილი. რეგიონებში მოსახლეობასა და მმართველი პარტიის მიმართ და მეორეს მხრივ ძალიან მოხარული ვარ. არც არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი გაერთიანება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი გვეყოფა რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი, ასე ვიტყოდი, თემა, რომელიც მიუღწევადი არის, იმიტომ რატომ ადამიანები არიან სხვანაირი, სხვადასხვა პირიქით იქმნება, მე მგონი, როგორც მესმის ახალი პარტიები. ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში.